ქუთაისში ჩამოსული ტურისტებისათვის ახალი საინტერესო ადგილი ღვინის სადეგუსტაციო მარანი საწნახელი გაიხსნა. ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში ადგილზე მისულ ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს საქართველოში არსებული სხვადასხვა ჯიშის ღვინის დაგემოვნება და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. როგორც ღვინის მარნის დამფუძნებლები აცხადებენ, მათი მიზანი ტურისტების მოზიდვა და ოჯახური მეღვინეობის ხელშეწყობაა. მათივე განცხადებით საწნახელში მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ჩვენი ობიექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას, საერთოდ რეგიონალურ განვითარებას და ძირითადი ხაზი ჩვენი, საიდანაც გაგვიჩნდა სურვილი, რომ ეს სივრცე შეგვექმნა ქუთაისში, ეს იყო საოჯახო მეღვინეების ხელშეწყობა, იმიტომ რომ ამ მეღვინეებს არ გააჩნიათ გარდა თბილისისა. და ბათუმშიც აქვთ რაღაც სივრცეები, რომ წარადგინონ თავიანთი ღვინოები, თავიანთი ნამუშევრები, ეს არის ნატურალური ღვინოები და ეს არიან ავტორშემსრულებლები ამ ღვინოების. წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ქართველი მეღვინე. ეს არის არაჩვეულებრივი დღე ჩვენთვის, პირადად ქუთაისისთვის, ქალაქისთვის, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქართული მარნიდან. ახალი ობიექტის პრეზენტაციას ქალაქის თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს არის პირველი მერცხალი ამ ტიპის სერვისისა ქალაქში. მე მომეწონა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის თითოეული სტუმარი, განსაკუთრებით უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები იქნებიან ხშირი სტუმრები ამ ობიექტზე. დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის ტურისტულ რუკაზე კიდე ერთი საინტერესო ობიექტი გაჩნდა, რომელსაც მინდა წარმატება უსურვო და ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის ვიქნებით ხელშემწყობი, წამხალისებლები და გვერდით მყოფნი იმ ადამიანების, რომლებიც ასეთ საინტერესო ბიზნესს წარმოიწყებენ ქალაქში.